მოდეში დააგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქ ვართ, რაც შეეხება საუბრის თემას. დღეს ვისაუბრებთ გაფანტული სკლეროზის შესახებ. ცნობადობის ამაღლების კამპანია უკვე დაიწყო, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. ამ თემასთან მიმართებაში ჩვენი სტუმრები არიან თეა მაისურაძე, ექიმი ნევროლოგი, მარიკა ქაჯაია, პაციენტი. მოგესალმებით, ქალბატონებო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რაც შეეხება გაფანტულ სკლეროზს, ამ დიაგნოზს, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ამ დიაგნოზის მატარებელი, თუმცა რაც შეეხება მათ მდგომარეობას, იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე მედიცინას თავაზობს ეფექტურ მკურნალობას, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე იყო წლების წინ. რა თქმა უნდა, დეტალურად ამის შესახებ თქვენ ისაუბრებთ და ქალბატონო თეა, უპირველეს ყოვლისა, მოდით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ვუთხრათ თუ რა არის გაფანტული სკლეროზი, რა დიაგნოზთან გვაქვს აქ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაფანტული სკლეროზი საკმაოდ მნიშვნელოვანი დაავადება არის, ვინაიდან იგი მოიცავს ახალგაზრდა ასაკის პაციენტებს და რასაკვირველია, ავადობა თავის მხრივ ნიშნავს სიცოცხლის ხარისხს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დაავადების დროული დიაგნოსტიკაც, ადეკვატური მართვა და მკურნალობა. გაფანტული სკლეროზი ეს არის თავისა და ზურგის ტვინის, ანუ ცენტრალური ნერვული სისტემის მადემიენიზირებელი ავადობა, რომელიც მიმდინარეობს იმუნური სისტემის არასწორი მუშაობით, ასე რომ ვთქვათ. ანუ არის პრობლემა იმუნური სისტემის ადამიანის, როდესაც თავის მიმართ ჩვენი იმუნური სისტემა ანტისხეულებს გამოიმუშავებს და ებრძვის საკუთარ მიელინს. შესაბამისად, ვინაიდანაც დაზიანება ხდება თავისა და ზურგის ტვინის და ეს დაზიანება არის მრავალ ადგილობრივი, ასე ვთქვათ, მრავალ ადგილს მოიცავს. შეიძლება დაზიანდეს თავის ტვინის გარკვეული ნაწილები, ზურგის ტვინის, ამიტომ კლინიკური სურათი ძალიან მრავალფეროვანია. უხშირესად არის ხოლმე წარმოდგენილი მხედველობის დაქვეითებით. აი შეიძლება უცებ მოხდეს მხედველობის დაქვეითება ცალთვალზე, შემდეგ გაღრმავდეს, მოხდეს სრული დაკარგვა, ხანდახან ის თანდართული არის აგრევე. სისუსტი, დაბუჟები, თავბრუსხვევით, ასე რომ მრავალფეროვანი არის კლინიკა. ხშირი არის ხოლმე პარეზების განვითარება, ანუ სისუსტის, რომელიმე მხარეს, ან ქვედა პარაპარეზის, ანუ საკმაოდ დრამატულიც არის. ხანდახან ნაკლებად დრამატულად მიმდინარეობს და ადამიანს შეიძლება ქონდეს დაბუჟება, მაგალითად კიდურებში, რომელიც რამდენიმე ხანში უკუ გაივლის. ან შეიძლება იყოს მხოლოდ მხედველობის დარღვევა, რომელიც უკუ განვითარდება. ეხლა საინტერესო ფენომენია, რატო? იმიტომ რომ თვითონ ამ ავადობას ახასიათებს ესეთი რამე, რომ დემიელინიზაციას გარკვეული ეტაპის მერე მოყვება რემიელინიზაცია. ამიტომ შეიძლება ეს დაუშვათ კლინიკურად იზოლირებული სინდრომი გაგრძელდეს 24 საათი და მერე უკუ განვითარდეს და ამდენად ავადმყოფი არ მივიდეს ექიმამდე. არის ხოლმე ესეთი მოვლენა. ნუ ყველაზე დრამატულია მაინც მხედველობის დარღვევა, როდესაც მხედველობის დარღვევის შემთხვევაში პაციენტი მიდის უკვე ოფთალმოლოგთან, იმიტომ რომ ახმადობა მაღალი არის. და ძალიან კარგია, რომ ოფთალმოლოგები საკმაოდ ადეკვატურად ადგენენ ამ დიაგნოზს და როდესაც ხედავენ, რომ არის რეტრობულბური ნევრიტის თანხმივი სურათი, პირდაპირ ამის ამართებენ ხოლმე უკვე ნევროლოგებთან, რომლებიც ჩვენ ვართ ამ დაავადების, ასე ვთქვათ, სპეციალისტები, რომლებიც სვამთ დიაგნოზს. ეხლა დაავადების განვითარება ხდება ძირითადად 20-დან 40 წლის ასაკში. უკვე ვთქვი, რომ ახალგაზრდა ასაკის ავადობა არის. ეხლა რაც შეეხება მის გავრცელებას, იგი გავრცელებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო ჩრდილოეთისკენ, ჩრდილოეთ ქვეყნებში მისი ინციდენცია უფრო ხშირია, მაღალია. რაც შეეხება ჩვენ შევდივართ საშუალო ზონაში, ანუ ჩვენს კლიმატურ სარტყელშიც ძალიან მაღალი არა, მაგრამ საკმაოდ მაღალი არის შემთხვევები და რაც უფრო ეკვატორისკენ მივდივართ, უფრო კლებულობს ამ ავადობის ასე ვთქვათ ინციდენსი, მაგრამ ნუ არის ლაპარაკი, რომ ხომ არ არის ეს დაუშვათ დამოკიდებული D ვიტამინის ნაკლებობაზე, ან ხომ არ არის ეს დამოკიდებული რაიმე სხვა ფაქტორებზე, მაგალითად ხომ არ არის მემკვიდრული, უფრო ხშირად დაინტერესებთ ხოლმე ეს პაციენტებს. შემიძლია ვთქვათ, რომ მემკვიდრულ ავადობებს ეს არ მიეკუთვნება გაფანტული სკლეროზი. იგი არის არ არის მემკვიდრული ავადობა, მაგრამ რასაკვირველია, შეიძლება იყოს წინასწარ განწყობა, ანუ განწყობა დაავადების მიმართ. ნუ არის ლაპარაკი ესე, რომ აი
როდესაც ადამიანი, რომელსაც აქვს გაფანტული სკლეროზის განვითარების მაღალი პროცენტული შესაძლებლობა, გადავა იმ გარემოში, სადაც უფრო ეკვატორისკენ თუ წავიყვათ, მაშინ დაავადების განვითარების შანსი შეიძლება უფრო შემცირდეს და ამას არ განუვითარდეს გაფანტული სკლეროზი კი. ასე რომ ესეთი მონაცემებიც არსებობს. ანუ გამომწვევ მიზეზებზე როდესაც ეხლა რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, აქ მაინც ბევრი თეორია არის, მაგრამ ჯერჯერობით არის მაინც ჰერპეს ვირუსებზე და ეპშტეინ-ბარის ვირუსზე საუბარი, რომელიც არის გამომწვევად მაინც მიიჩნევა ამ ავადობისა, მაგრამ არის ჩვენი იმუნური სისტემის გარკვეულწილად არასწორი პასუხი ავადობაზე და ამის შედეგად ეს არის უკვე ავტოიმუნური ავადობა, ქრონიკული, მაგრამ მართვადი. აი ყოველთვის მინდა თქვა, რომ ეს არის მართვადი ავადობა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ მკურნალობაზე ვისაუბრებთ და მანამდე ქალბატონო მარიკა მაინტერესებს ზოგადად თქვენი მოსაზრება ამ დიაგნოზთან დამოკიდებულებაში იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ უკვე წლები ხართ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანი, ანუ ეს დიაგნოზი გაქვთ და აი ჩვენ სანამ სტუდიაში შემოვიდოდით, თქვენ აღნიშნეთ, რომ ესე ძალიან უცებ მოხდა, უცებ განვითარდა ეს მდგომარეობა და საკმაოდ, ასე ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაში იყავით. ანუ წინაპირობა არ ქონდა, თუმცა წლების განმავლობაში შეიცვალა სიტუაცია და აი ახლა მგიყურებთ და ნუ ალბათ არა მარტო მე ვერავინ ვერ იფიქრებს რომ თქვენ ამ დიაგნოზის მატარებელი ხართ. ამიტომ მაინტერესებს ეს განვლილი გზა და რა თქმა უნდა დიდი мотиваცია ხართ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს დიაგნოზი აქვს და რას ეტყოდით მათ. აი ეს ეტაპ მივყვეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ არის თქვენთან სასაუბრო. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ ყოველწლიურად რაღაცნაირად ესე გაფანტული სკლეროზის მაისის 30-ში არის გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე და რაღაცა მანამდე ვიწყებთ ამ აქტივობას და ვახსენებთ სოციუმს ამ დაავადების შესახებ ცნობიერებას ვამაღლებთ და ასის შემდეგ ეტაპობრივად შეიძლება ვერ დავიმახსოვრო რა კითხვების დამისვით, მაგრამ მომეხმარეთ და დავიწყოთ, აი თუნდაც, ნუ მოკლედ რა თქმა უნდა იმ დღიდან, როდესაც ეს მოხდა. და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. კი ბატონო, დავიწყოთ იქიდან, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო. დაიწყო იქიდან, რომ მოკლედ ბავშვთან მივდიოდი სკოლაში და ქუჩაში წავიქეცი. ახლოს არის სკოლა. სახლთან ფალიაშვილზე ჩამოვხვე და მოკლედ წავიქეცი და მინახა ჩემი შვილის კლასელის მამამ და მოკლედ სახლში მომაცილა, ესე ვთქვათ, მეზობელი მყავს, მეგობარი, მეგობრის დედა, ნევროლოგი და მოკლედ პირველადი დახმარება მან გამიწია, ესე ვთქვათ. პირველადი სურათი იყო ესეთი, რომ თითქოს რაღაცა ინსულტი იყო, იმიტომ რომ მარცხენა მხარე მთლიანად წართმეული იყო, მაგრამ მე უკვე მაგნიტორეზონანსით დაზუსტდა, რომ ეს დაისვა დიაგნოზი. მინდა აღვნიშნო ის, რომ მაშინ მაგნიტორეზონანსი 24 საათიანი არ არსებობდა და მე მგონი ახლა უკვე არის. 24 საათიანი დიახ, ბევრი და ეს იყო პირველი შოკი ჩემთვის, იმიტომ ეს რამდენი წლის წინ მოხდა? 2015 წელს მაქვს საუბარი. არ იყო 24 საათიანი მაგნიტორეზონანსი და მივხვდი, რომ ანუ მე კარგი ამ წუთას მჭირდება, მაგრამ აი ვიღაც ავარია, რაღაცა როგორ შეიძლება, ხო, მაგრამ ეხლა ეს პრობლემაც აღარ არის. 24 საათის განმავლობაში შეიძლება მიმართონ ჩემზე კარგად აგერ ქალბატონი ულამაზესი და უკარგესი ძალიან სასიამოვნო ქალბატონი გავიცანი დღეს პირველად მე არაჩვეულებრივი ქალბატონი არ ყოფილა ეს და მოკლედ დაისვა დიაგნოზი მაგნიტორეზონანსით. მაგრამ განვითარება იყო, ანუ შემდეგი დღეები და განვითარება ამ ყველაფრის იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ პირველადი გაიდლაინით გაწერილი მკურნალობის ფონზე მაინც უფრო მძიმდებოდა მდგომარეობა, ესე ვთქვათ, დღითი დღე უფრო და უფრო მძიმდებოდი და რას გულისხმობს და რას ნიშნავს ეს? ანუ ის რომ მარტო მარცხენა მხარე აღარ მქონდა წართმეული, უკვე ფეხ წელს ქვემოთ მოვწყდი, ვეღარ მეტყოლებდი და ვეღარ ვსაუბრობდი. ანუ იდეაში ვერცურავენ ვერ მეუბნებოდა პროგნოზს, რამდენად ეს ყველაფერი გასწორდებოდა და დალაგდებოდა. უბრალოდ მე დღეს შემიძლია გაფანტულ სკლეროზს დავარქვა ის, რომ ჩემი ძალიან ესეთი მაშინ ცოტა შოკური, მაგრამ კარგი მკურნალი გამოდგა, იმიტომ რომ მე ვიყავი ადამიანი, რომელიც არასოდეს არ ისვენებდა. მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა არასოდეს არა პაუზა, ამოსუნთქვა, გაფრთხილება, არ ვიცოდი ესეთი რაღაცა და მინდა თუ არ მინდა, მასწავლა ამ ჩარჩოში მოიქეს. აი
დაისვენე ცოტა ხანია ეს ჩვენი სიტყვებით რო ვთქვათ ესე მითხრა. ანუ მე ამ კუთხით მიუდექი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე ხო განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორ ცხოვრობდი მანამდე და მე ყველაზე კარგად ვიცი, ეხლაც ვერ ვიცავ. აი პირველ პერიოდში კი ბატონო გაწყვეტინებთ, ანუ იყო მოდით აგრესიული ფორმა შეიძლება ასე ვთქვათ, ხო? შეიძლება თუმცა მე ნელ-ნელა გაუმჯობეს და თქვენი მდგომარეობა. ანუ რამდენი ხანი დაჭირდა ამას და რა თქმა უნდა მკურნალობის ფონზე. მკურნალობის ფონზე რა თქმა უნდა დროული დიაგნოსტიკა არ აქვს მნიშვნელობა, აგრესიულად დაიწყება, ხავტოენთეა უფრო კარგად იტყვის ამას. აუცილებლად აგრესიულად დაიწყება ეს ყველაფერი თუ როგორ დაიწყება, დროული დიაგნოსტიკა უკვე არის იმის პირველი, ხო, გარანტია იმისი, რომ ანუ რახან მართვადია და არ გუკლავს ჩემენაზე რო ვთქვათ ესე, ხო, და ექიმი უფრო კარგად იტყვის ამაზე, ძალიან მართვადია და რაც უფრო მეტად მივაქცევთ ყურადღებას და ომს არ გამოუცხადებთ, იმიტომ რომ შიგნით ისედაც ომია როგორც ჩანს, ხო? საკუთარი იმუნიტეტი გვერდს ჩვენ თვითონ და კიდე ახლა მესამე მსოფლიო ომი თუ გაუშვით საკუთარ თავში სრული კატასტროფა იქნება. მაგრამ თქვენ თქვით რომ თქვენ წაიქეცით და აი ესე მოხდა წინაპირობა, დავუშვათ აი ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს, ხო, რომ ქონდათ რამე ნინო, მე არ მინდა რომ ვინმე შევაშინო. ეხლა რატო ვამბობ? ნახე, იმდენი სიმპტომია რაღაცეებთან საერთო, რომ ჩემს ირგვლივ ყველა გაიქცა მერე მაგნიტორეზონანსზე. იმიტომ რომ ყველა შეეშინდა. და ჯობია ყველა წავიდეს, ხო? ანუ აი ეს პრევენციის მიზნით. მე რომ ჩემი ოჯახი მივიყვანე მერე მაგნიტორეზონანსზე, ნუ გაოცებულები მიყურებდნენ ცოტა, მაგრამ ნახე, ესეც არ არის ალბათ სწორი, იცი? მიგახვედრებს აუცილებლად. ანუ ჩვენ ორგანიზმს უნდა მოусმინოთ. ჯობია ალბათ მაინც მივიდეთ ექიმთან თუ რაღაცა ჩივილია. ხა მაინც ამ თქვენ შემთხვევაში ძალიან აგრესიულად დაიწყო, იმიტომ რომ გემიპარეზი განვითარდა და ამან წაგაქციათ. თუმცა თეა ნახე ეს სწორად აღნიშნა თეა ექიმმა რა ნახე დღეს უფრო მეტია ცნობადობა ამაზე და ექიმებიც მობილიზებულები არიან ძალიან იმიტომ რომ ძალიან გავხშირდა გამრავლდა ასაკით ზღვარი დაკარგა ქავტონთეა ხო მართალია რომ 13 წლის 14 წლის გოგო ბავშვები არიან თუმცა ზღვარში როგორც თქვა პედიატრიული გაფანტული სკლეროზიც არსებობს დასაკვირველი ხა თქვენ შემთხვევაში როცა ესე მწვავედ იწყება ეს გემიპარეზი ანუ ხელფეხში სისუსტე პირველი არავინ არ იფიქრებს რომ გაფანტული სკლეროზია. პირველი ფიქრობენ რომ ეს არ იყოს ინსულტი, ეს არ იყოს ჰემორაგია, ეს არ იყოს ისჩემია, ეს არ იყოს სიმსივნეში სისჩაქცევა, რომელიც უფრო დრამატულია, ან დაწყება საკმაოდ დრამატულია. ასე დრამატულად ნაკლებად იწყება. თუმცა ხანდახან არის რომ შეიძლება გულყრაც დაემართოს გაფანტული სკლეროზი, ამითი გამოვლდეს. თუმცა იშვიათია, აი რაღაც 2-3%-ში შემთხვევათა შეიძლება ადამიანს დაემართოს ეპილეფსიური გულყრაც. აი რასაც სტანდარტულად ასე ვთქვათ როგორ იწყება. სტანდარტულად უფრო, აი რაც მე ჩამოვთვალე, ძირითადად მაინც მხედველობის, თაბრუსხვევა, დაბუჟება, იონის სისუსტე, აი უფრო ესეთი დაღლილობა, მაგრამ დაღლილობა მაინც იმდენად ყველაფრის მომცველია, რომ ხა მარტო დაღლილობის გამო ძალიან ბევრი მიზეზია. იდეა მკურნალობაზე ვისაუბრებ და მაინტერესებს რა დრო დაგჭირდათ იმისთვის, რომ მკურნალობის ფონზე იმ ძიმე მდგომარეობიდან გამოსულიყავით. ეხლავე ვიტყვი მაგას და მანამდე პატარა ჩარტოს გავაკეთებ თეას მას გავაგრძელებ ნათქვამს, რომ მხედველობით იწყებაო. რატო დაიწყო ჩემთან აგრესიულად? მე მანამდე მხედველობის ექიმთან ვიყავი მისული. პრობლემა იყო, ნახეთ, უკვე იყო და გამოიპარა. ნახეთ, იმიტომ წავიდა მე აგრესიულად. ნახე, ანუ იმდენად შემაწუხა რაღაცამ და მე არ ვიცი რამ. ოღონდ შეგაწუხა. შემაწუხა, მე არ მეყვარდა მაპატიეთ ხავტონი. ექიმებთან არ ვარ ტიპი პანიკა, არ ვარ რაღაცნაირი ისეთი რომ ყველაფერზე ექიმთან რო გარბიან, ამიტომ აი ძალიან შემაწუხა ეთყობა მხედველობამ და მივედი. იქ რომ მხედველობის ექიმს აი აუცილებლად შეამჩნევდა, იმიტომ რომ ზუსტად ორ კვირაში წავიქეცი. ნუ მაინც ანუ ეს მაინც პროდრომი იყო რომ შემაწუხა. ანუ წინაპირობა იყო რა თქმა უნდა. მაგის თქმა მინდა, რომელიც და ექიმსაც მივმართე, მაგრამ ეხლა ეს აღარ დაემართებათ ოფთალმოლოგებს. როგორც ქალბატონმა თეამ თქვა, მობილიზებაა ძალიან სერიოზული და უკვე ჯაჭვი იციან, რა სქემა, როგორ რას მიაქციონ ყურადღება რანერად და ასე შემდეგ. რა შეეხება იმას, როგორ განვითარდა მოვლენები. პირველად მან რაც გაიდლაინით გაწერილია გადასხმების შემდეგ რომ ველოდებოდი რომ იქნებოდა გაუმჯობესება, ეთყობა რაღაცა იქაც მოხდა თეა, ნახე, ეთყობა დაავადების აგრესიის განვითარება უფრო წინ წავიდა ვიდრე წამლის მოქმედება გაასწრო, აი ჩემი დაკვირვებით რაღაცა ესე მოხდა დროჭირდება. ხანდახან არის პირდაპირ პირველივე გადასხმაზე პასუხი დადებითია და დრამატულად გაუმჯობესდება მდგომარეობა და ასეც ვამბობთ რა, აი გადავასხით და დრამატულად გაუმჯობესდება, მაგრამ ხანდახან არის რომ ჩამთავრდება კურსი
და უკვე მას ნელ-ნელა მოყვება უკვე გაუმჯობესი. რომ მე აი როგორც ვამბობ, ფიქრობ, რომ ცოტა დავაგვიანე, მაგრამ თქვენ ნახევარში მოკლედ დავიწყე ეს პროცესი, რომ ცოტა ჭრდილები თვალებში დავინახე, ცოტა ფეხი გადავდგი. ცოტა ის და მოკლედ მე ნელ-ნელა დღეს აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანის. ნუ მაგიტომაც ძალიან ბევრმა ესე ვთქვათ ახლა მანამდე და მერე, ამიტომ კარგით, სანამ კურნალობაზე ვისაუბრებთ აუცილებლად ქალბატონ თია, მინდა კითხოთ როგორია ცხოვრება გაფანტულ სკლეროსთან ერთად. ანუ თუნდაც აქტივობა, თუნდაც თქვენ აი თქვით რომ ძალიან აქტიური ადამიანი იყავით, საერთოდ არ ისვენებდით. დღეს როგორია თქვენი ცხოვრების რიტმი, რეჟიმი, გაქვთ თუ არა რამე შეზღუდვები? შეზღუდვები არა მაქვს, ექიმებისგან მაქვს თითზე ჩამოსაცვლელი და ამას ქალბატონია ჩემზე კარგად. რა თქმა უნდა. თუმცა ყველა თვითონ გრძნობს. ეხლა მზე არ შეიძლება, მაგრამ მზე მომკლავს თუ მზეობა უკვე. არა, ისიც რა მზე მე მგონი არავისთვის არ არის მიზანშეწონილი, მით უმეტეს მაშინ როცა ზენიტია. ნუ აქ არის საუბარი გარუჯვაზე, რომ აი ესე დიდხანს მივიღოთ, გავირუჯოთ, ულტრაისფერის სხივების ქვეშ ვიყოთ, ეს რასაკურველია იწევს თავისთავად გააქტიურებას ამავადობის და გამწვავებას, ანუ რეციდივის ცხოვრების რიტმი როგორია? დანარჩენი ნინო რო გითხრა, რიტმი ჩვეულებრივია, მუშაობ კიდევაც, ანუ და ჩვეულებრივ აქტიურად უბრალოდ ნახე რა მასწავლა საკუთარი თავის მოსმენა მასწავლა საკუთარი თავის დანდობა და გაფრთხილება მასწავლა როცა დავიღლები წამოწოლა მასწავლა როცა მომინდება შეიძლება იქ სამსახურშიც დეიოფი ავიღო და ეგ მასწავლა სადღაც ბუნებასთან სიახლოვე მასწავლა ეს არის კულტურა ჩვეულებრივი რომელიც მე პირადად არ მქონდა და მე მგონი საქართველოში ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ის რომ ბუნებაში გაატარო რაღაცა დღეები ის რომ რაღაცა ფილმის სასიამოვნო ფილმის ყურებას დაუთმო დრო ის რომ შენ რაც ქსიამოვნებს იმას საკუთარ თავისთვის გამოყო დრო და გააკეთო კულტურა მასწავლა ჩემ შემთხვევაში ეს ანუ სრულფასოვანი ცხოვრებით დროის გადანაწილება გასწავლათ ამავადობა რომ თქვენ უკვე დროს ანაწილებთ და უკვე სასწრაფოდ რა არის დასახვეწიმა კიდე რაღაცა მაგრამ მუშაობ მართლაც და მე იმედი მაქვს რომ გამომივა და რაც ყველაზე მთავარია ნინო არ კლავს ეს დაავადება ანუ რაც არ უნდა სულ რომ თავი მოიკლა, თუ მოიკლა ნერვიულობით თუ მოიკლავ თავს და ისე არ გკლავს და თუ მართვადია, აგერ ამდენი წამალია, ამდენი პროგრამა, ჩემ დროს არც მაგნიტორეზონანსი ფინანსდებოდა, არც ანალიზები ფინანსდებოდა, არა წამლები ხო არ ფინანსდებოდა და არ ფინანსდებოდა და ეხლა ყველანაირი ხელშეწყობა 100%-იანი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩარშან სექტემბრის თვითონ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის ეს ხელმისაწვდომი და ჩემ შემთხვევაში მე რაზე მენერვიულა რომ გამიაზრებინა გაფანტული სკლეროზი საერთოდ რა არის და რასთან მაქვს საქმე თუ ფინანსები სად მომეძიებინა ეს ერთდროულად იყო ჩემ შემთხვევაში და არც თუ ისეთი ერთმანეთთან რომ დადო სასწორზე ერთნაირად მძაფრია ეს ორივე რაღაცა შესაბამისად დღეს ეს აღარ აქვს მეორე ნაწილი სანერვიულო არ არის თავარი ადამიანმა მოусმინოს თავის სხეულს როგორც კი რაღაც შეაწუხებს მივიდეს სპეციალისტთან ეს გაფანტული სკლეროზი იქნება თუ რა იქნება შეიძლება ნებისმიერი და დროული ვიზიტის და დროული ჩარევის შემთხვევაში აბსოლუტურად მართვადია და ამაზე უკვე რაღაცის თქმა გინდოდათ აღნიშნეს ყველგან ბუდიში ყველგან გადაამოწმეს მეგობრებმა ხა ხო იცით ასე მეგობარი ცუდად აკოსავა ხა არა მე არ გამოგეპაროს იგად ყველგან გადაამოწმეს დიაგნოზირებაში საოცარი ექიმები ყავს კურნალობაში სასწაული ექიმები ყავს აი ძალიან კარგად გაცვით ყველა სფეროში ამას ვერ ვიტყვი მაგრამ მე რაც შეხება მაქვს და უკვე 10 წელია გაფანტული სკლეროზთან ახლოს მდგომ ექიმებთან ყველა მასში შეხება მაქვს აი ძალიან კარგები არიან და ძალიან სანდოები ასე რომ ტყუილად ნურავი ნურსად ნუ გაიქცევა კი ბატონო და რაც შეხება რა თქმა უნდა მკურნალობას ამ ბოლოს მაინც ვიტყვი იმიტომ რომ მე როდესაც დავიწყე როცა დავაპირო ნევროლოგი უნდა გამხდარიყავი მე მქონდა ბედნიერება რომ ნევროლოგიის ინსტიტუტში მივსულიყავი და იქ დამეწყო ნევროლოგიის ანაბანა და დამხვდა ბატონი რომან შაქარაშვილი ქალბატონი მარინა ჯანელიძე და ბევრი კიდე ასეთივე ძვირფასი ღირსეული ნევროლოგები რომლებიც მართლა ეპოკალური პიროვნებები არიან და მათთვის არ იყო ეს ავადობა არც ახალი და არც შეუსწავლელი ამიტომ იმ დროიდანვე ადგენდნენ ამ დიაგნოზს და სწორადაც მართავდნენ მიუხედავად იმისა რომ არც ტექნიკური ბაზა არ ქონდა ისეთი გადასარევი და აპარატურაც არ ქონდა ესეთი ძლიერი როგორც ეხლა. მაგრამ მაშინ იყო მაინც იშვიათ დაავადებათა ჯგუფში. ეხლა უფრო ბევრია. შეიძლება ასევე ტექნიკური ბაზაც დაეწია ინტელექტუალურ ცოდნას და უფრო მეტი არის ცნობადობაც და უფრო მეტად ვაკეთებთ უფრო მძლავრი აპარატურით, უფრო ზუსტად ვსვამთ დიაგნოზებს.
და რასაკურველია საქართველოში ნევროლოგია არის ისე რომ დაისვა სწორი დიაგნოზები და ძალიან კარგია რომ ისმევა ეს დიაგნოზები და მეორე მხარეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აღნიშნეთ ეს არის მატერიალური ბაზა რო სწორად იმკურნალო რომ დიაგნოზი დაისვა რომ აპარატურით გადავიღოთ თავის და ზურგის MRT კვლევა დიაგნოზის ქვაკუთხედი არის და ოქრო სტანდარტი არის უნდა გაკეთდეს კონტრასტული კვლევა და იმითი დადგინდეს უკვე დიაგნოზი როგორ არის გავრცელებული დემიელიზაციის უბნები თავისა და ზურგის ტვინში შემდგომი უკვე მკურნალობა პირველი ტიპის მკურნალობა რომელიც არის მწვავე მდგომარეობის მკურნალობა ეს არის მეთილპრედნიზოლონის პულს თერაპია 1 გრამი ეს 5 დღიანი კურსით და როგორც იქნა არსებობს ჩვენ ქვეყანაში ეს უკვე იმუნომოდულაციური თერაპია რომელიც ფინანსდება ეს იყო უძვირესი მკურნალობა ამას ჩვენ ვიყავით მოკლებულები ეს 100%-იანი დაფინანსებით არის დაფინანსება 2020 წლიდან ჯერ ეს იყო აჭარა მუნიციპალური პროგრამა ბათუმი ფინანსდებოდა მერე იყო თბილისის მერიის პროგრამა და უკვე წლევან 2025 წლის სექტემბრიდან თუ ოქტომბრის თვიდან უკვე მთლიანად საქართველოს ფინანსდება. ამაში შედის როგორც მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა, ასევე შედის პულს თერაპია და უკვე შემდგომ უკვე მკურნალობა და მკურნალობა ეს არის ორი საკმაოდ ძვირად ღირებული და საკმაოდ ძლიერი პრეპარატი, რომელიც მთელს მსოფლიოში არის პირველი ტიპის რეკომენდაცია გაფანტული სკლეროზის მკურნალობის. ამიტომ ეს ძალიან დიდი მიღწევა არის ჩვენი ჯანდაცვის დღევანდელ რეალობაში. და ქალბატონთია, რაც შეეხება მკურნალობას და შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი საჭიროა, ან დავუშვათ მკურნალობის ფონზე შეიძლება რაღაც გართულებები მოსალოდნელია? ხო. აი რა ვისაუბროთ. რასაკვირველია მკურნალობის ფონზე შეიძლება იყოს გართულებები, იმიტომ რომ ყველა მედიკამენტს აქვს თავისი გვერდითი მოვლენები და თავისი გართულება, ამიტომაც ეს მკურნალობა ტარდება აუცილებლად სამავთყოფოში, აუცილებლად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და აუცილებლად ეს პაციენტები, ვისაც დანიშნულია მკურნალობა, ყავს თავისი ექიმი, რომელიც ატარებს მონიტორინგს და შესაბამისად ინიშნება ლაბორატორიული კვლევები, რომ განსაზღვროთ დაუშვათ რაიმე პრობლემა ხომ არ წარმოიქმნა. ამიტომ ამისთვის საკმარისია რომ ყავს თქვენი ექიმი და ის მასთან დადიხართ და ეტარებს მონიტორინგს და გმართავთ ეს აუცილებლად. რაც შეეხება ბოდიშით მეორე გართულებები ხო გართულებები რა ხა ნუ გარდა იმისა რომ თვითონ მკურნალობა სისუსტე თანხლები და კი ეს თვითონ დაავადების სიმპტომია მაგრამ ნუ აი ყველაზე მეტად არის კიდე სიმპტომური პრობლემა აი დაუშვათ როდესაც ვითარდება პარეზები და ეს პარეზები თანდართულია სპასტიკით ან მომატებულია კუნთა ტონუსი ადამიანს უჭირს მოძრაობა აქ ნუ დაუშვათ ინიშნება მიორელაქსანტები ან არის ემოციური ფონი ისეთი რომ შფოთვა არის აქ ანუ ჩვენ დამატებით რასაკვირველია უნიშნავთ სიმპტომურ თერაპიასაც რომელიც უკვე გამომდინარეობს იქიდან თუ რა პრობლემას ვეხებით ხო გარდა უკვე პათოგენეზური თერაპიისა აი აქედან გამომდინარე აგრეთვე ძალიან ხანდახან ძალიან აქტიურად ვიყენეთ ასე ფიზიოთერაპიას თუ არის ამისი აი რაღაც ეს რეაბილიტაციური თერაპია რასაკვირველი არის ძალიან მნიშვნელოვანი არის დიახ და რაც შეეხება აქტივობებს ანუ არის რაღაც გარკვეული აკრძალვები, თუნდაც სპორტული აქტივობებიდან გამომდინარე. აი პირველი, რასაც გძალავთ და ვეუბნებით ეს, რომ არ გვინდა რუჯი, არ გვინდა ულტრაისფერი, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ, ხო, არავისთვის არ არის, მაგრამ ამ ავადობისთვის ყველაზე მეტად. ამიტომ მოერიდეთ პირდაპირ რუჯის მიღებას და თუ ვიდათ რაღაც მზეს მოვერიდოთ. მეორე, რაც არის, იმიტომ რომ ინფექციასთან კავშირი არის, იმიტომ რომ უხშირესად ამ დაავადების გამწვავების მაპროვოცირებელი არის ვირუსული ინფექცია. ამიტომ ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ შეეცადეთ ნაკლებად იყოთ იმ ადგილებში, სადაც არის მაღალი რისკი ვირუსის გადადების. ან თუ ვიცით, რომ ადამიანს ვირუსული ინფექცია, იმ გარემოში ნუ მივალთ. ამიტომ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციისგან და ამიტომ რასაკვირველია სეზონურ აცრებზეც არის რეკომენდაცია, რომ ამ პაციენტებმა გაიკეთონ, რომ იყვნენ მაქსიმალურად დაცულები ამ ვირუსული ინფექციებისაგან. ეხლა ზოგადად რო ვთქვათ, რომ რაიმე სხვა აი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის უეცრად მაღალ ტემპერატურაში გადასვლა. აი მაგალითად ესეთი ცხელი დუშის მიღება ან საუნაში ეს არ არის, იმიტომ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სიმპტომების გამწვავება და გამოვლინება. ამიტომ ასეთი რეკომენდაციებს ყოველთვის ვეუბნებით. რაც შეეხება ხა ნიკოტინის და ალკოჰოლის მოხმარებას, რასაკვირველია ეს არანაირ სხვა დაავადებას ზოგადად ჯანმრთელობისთვის არ არის და ამიტომ ამის რეკომენდაციასაც არ. რაც შეეხება ცხოვრების ხანგრძლივობას,
ანუ მოქმედებს ცხოვრების ხანგრძლივობაზე. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მკურნალობს მთელი ცხოვრება, ანუ ქრონიკული დაავადება. ქრონიკული დაავადება არის, გარკვეული მედგომები არის ესეთი, რომ როდესაც პაციენტები, ეს არის ძირითადად უცხოეთის მასალა, რომელსაც უკვე ხანგრძლივად მრავალი წელი ეს პაციენტი მკურნალობენ, როდესაც არ არის ხოლმე გამწვავება და პაციენტები 10 წლეულობი არიან და მუდმივად მამოდიფიცირებელ თერაპიაზე, შემდგომ ის მევაკითხვა, იქნებ მოხსნათ საერთოდ აღარ გვინდა. არის ამაზე საუბარი და იქნებ აღარ არის საჭირო ამ მკურნალობის გაგრძელებაც. მათი ცხოვრების ხანგრძლივობა თუ არ არის ინვალიდიზაცია და ვინც მკურნალობს, მასში ინვალიდიზაცია მაღალი არ არის, რასაკვირველია, საშუალო ხანგრძლივობა არის ჩვეულებრივი როგორც პოპულაციაში. კი ბატონო. და აი ზოგადად რაც შეეხება დამოკიდებულებას, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალიან ბევრი რამე თავად პაციენტებმა გააკეთეთ ამისთვის და რა თქმა უნდა მედიის ჩართულობა უპირველეს ყოვლისა. და მაინტერესებს ხა თქვენ საკმაოდ დიდი გზა გაქვთ გავლილი. დღეს რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ 100%-იანი დაფინანსებაა, ხო? და ზოგს გონია, რომ არის რაღაც გარკვეული ბარიერები, იმიტომ რომ საუბარია ძვირადღირებულ მკურნალობაზე. და აი ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანებისთვის. და აი დღეს რა მდგომარეობა რა იყო 10 წლის წინ, რამდენად იყო ინფორმირებული საზოგადოება ამ დიაგნოზის შესახებ და ეხლა რა მდგომარეობა? მე მახსოვს ნინო, რომ ჩავერთეთ და დავიწყეთ ეს კამპანია ცნობადობის ამაღლებაზე, მართლა ყოველ მეორე გვეკითხებოდა, რომ ეს იმ სკლეროსთან კავშირი მე თვითონაც მქონდა ეგ შეკითხვა, იმიტომ რომ რაღაცა მეგონა, რომ სამედიცინო სფეროსთან ცოტა რაღაცა მესმოდა რაღაცები, ახლა მამა დიაბეტიკი მყავდა, დიდი ხნის ბევრჯერ კომაში ჩავარდნილი. მოკლედ რაღაცები სამედიცინო სფეროში გამიგებოდა და იმდენად თვითონ დიაგნოზის სახელიც იმდენად საერთოდ ცხოვრებაში არ მქონდა გაგებული, რომ ჩემთვისაც საკმაოდ ისეთი სერიოზული სკლეროსთან მქონდა საქმე და საერთოდ იმ სკლეროსთან ერთად განიხილებოდა ეს ყველაფერი თუ რა იყო. ჩემთვისაც ძალიან სერიოზული ამბავი იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ახლა ჯგუფებში ვარ მე გაფანტული სკლეროზის და იქ რასაც ვხედავ და რასაც ჩემი ტელეფონი სუღია იყო თავიდან ყველასთვის, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში იყო ერთი საკმაოდ ცნობილი ადამიანის ზარი, რომელსაც ვერ დავიჯერე, რომ ეს ქონდა, იმიტომ რომ მე მაშინ ვერ ვლაპარაკობდი და უბრალოდ მომასმენინეს მისი სიტყვები. და მარიკა ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მე ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ალბათ ამას რაღაცა სხვა ჭირს თქვა, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ვერ დადიხარ, ვერ ლაპარაკობ, ვერ ხედავ და უცბად ვიღაც აქტიური ტიპი გელაპარაკება, რომ რაღაცა იმ ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ვიფიქრე რაღაცა სხვა ჭირს. ანუ ნახეთ, ჩემთვისაც შიში იყო, ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო, ჩემთვისაც შოკი იყო და ჩემთვისაც რაღაცა ესეთი საკმაოდ ისეთი მეხივით იყო, მაგრამ ნახეთ, იმიტომ რომ ბევრს უკვე გამრავდა საკმაოდ, იმიტომ რომ ყველას შეეშინდა რაღაცა დოზით, ეხლა თავბრუსხობა მეც ამაქვს, მეც ხო რამე არ მჭირს, დაბუჟება მეც ამაქვს, მეც ხო რამე არ მჭირს. გვინდა, არ გვინდა, თან წლებმა თავისი მოიტანა, დიდი მადლობა მედიებს, აი სერიოზული ჩართულობა იყო მედიის, მართლა მედიებმა თავის საქმე გააკეთეს, ჩვენი საქმე გავაკეთეთ და ეხლა ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებსაც არ ეცოდინებათ რა არის და ღმერთმა არ დააჭიროთ, რომ გაიგონ. რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის არ იქნება ცნობილი ის, რომ დაფინანსებაა 100%-იანი ყველაფრის, თუმცა ძალიან ბევრი ხელმისაწვდომი ამბავი, აი ნეიროპათოლოგები, აი ყველა მიცის უკვე, სად რა პროექტია, სად რა წამალია, სად როგორ არის, ექიმებმა ყველანი ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები, შესაბამისად, თუ ვინმეს დაჭირდება, აი სწორ ინფორმაციას, სწორ კვალზე, სწორ ნაბიჯ გაივლის აბსოლუტურად ყველაფერს და რაც თავარია. თავიდან შიში ნორმალურია, მაგრამ ეს არ უნდა გაგრძელდეს. ბუნებრივია, ნებისმიერი დიაგნოზისთან წინაშე რომ დადგება ადამიანი, შიში არის, თუმცა უნდა დავასრულოთ საუბარი, დრო აღარ რჩება, რამეს ხომ არ დაამატებდით და მე მგონი სალაპარაკო რასაკვირველი ბევრია შეგვიძლია თუმცა ძირითადად ხო ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ვუთხრათ და ვთქვათ ის რომ გაფანტული სკლეროზი განაჩენი ნამდვილად არ არის და აი რაც შეეხება ისე ვინც აეხლა ამ წუთას შემოგვიერთა აი ქალბატონი მარიკა არის ადამიანი რომელიც ამ დიაგნოზის მატარებელია და ნუ ისე იმდანად ენერგიულია და ისეთ პოზიტივს ასხივებს რომ ჩემთვისაც კი რომელიც ამ დიაგნოზთან ახლოს ვარ ოჯახის წევრი მყავს ამ დიაგნოზით რაღაცა დაუჯერებელი იყო
თუმცა, ნუ ფაქტის სახეზეა და ქალბატონთია ძალიან დიდი მადლობა თქვენ. რა თქმა უნდა, ყველას უსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, მაგრამ დროული დიაგნოსტიკა, დროული მკურნალობა არის, რა თქმა უნდა, სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტია. თავარი არის სრულფასოვანი ცხოვრება. სრულფასოვანი ცხოვრება. ნამდვილად. ძალიან დიდი დიდი მადლობა მადლობა თქვენ. ჩვენ ვისაუბრეთ გაფანტული სკლეროზის შესახებ, ცნობადობის ამაღლების კამპანია უკვე დაიწყო. ამ თემასთან მიმართებაში ჩემი სტუმრები იყვნენ თეა მაისურაძე, ექიმი ნევროლოგი და მარიკა ქაჯაია, პაციენტი. წარმატებები, უღრმესი მადლობა დროებით, მე მალე დაგიბრუნდებით.